თავი 19. კორინთოში აპოლონის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო ქვეყნები. მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ, მათ კი მიუგეს. არც კი გაგვიგონია თუ არსებობს სულიწმიდა. უთხრა მათ: რიღათი მოინათლეთ? მათ უპასუხეს: იოანეს ნათლისცემით, თქვა პავლემ. იოანე ნათლავდა მონანიების ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ანუ იესო ქრისტე. ხოლო მათ რომ ესმათ მოინათლნენ უფალი იესოს სახელით. როდესაც პავლემ დააცხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმინდა და იწყეს ენებით ლაპარაკი და გაქადაგდნენ. სულ იყო 12 კაცი. შევიდა სინაგოგაში და 3 თვეს გაბედულად საუბრობდა და ირწმუნებოდა ღვთის სასუფევლის შესახებ. მაგრამ რაკი ზოგიერთები გაჯიუტნენ და არ ირწმუნეს და საჯაროდ ლანძღავდნენ უფლის გზას, მაშინ მან მიატოვა ისინი. გამოაცალკევა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში. ასე გასტანა 2 წელიწადს, ისე რომ აზიის ყველა მცხოვრები ისმენდა უფლის სიტყვას, როგორც იუდეველები, ისე ბერძნები. ხოლო ღმერთი მრავალ სასწაულს ახდენდა პავლეს ხელით. ისე რომ ავადმყოფებს, ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ მისი სხეულიდან და ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავისულები გამოდიოდნენ მათგან. ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა იუდეველმაც კი იწყო უფალი იესოს სახელის ხსენება ავისულით შეპყრობილზე და ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო. ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მუდამთავრის სკევას 7 ვაჟი. მაგრამ მიუგო ავმასულმა და უთხრა მათ: იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინახართ? დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავისული იყო. სძლია და ისე სცემა ორივეს, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვიდნენ სახლიდან. ეს შეიტყო ეფესოში მცხოვრებმა ყველა იუდეველმა და ბერძენმა. თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალი იესოს სახელი. მრავალი მორწმუნეთაგანი მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს. მრავალმა მათგანმა, ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და 50,000 ვერცხლი აღმოჩნდა. ასე ძლიერად იზრდებოდა და ძალას იკრებდა უფლის სიტყვა. როდესაც ეს აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო მაკედონიასა და აქაიას გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: იქ ყოფნის შემდეგ რომიც უნდა მოვინახულო. მაკედონიაში გაგზავნა 2 თავისი მსახური, ტიმოთე და ერასტოსი. თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა. იმ დროს დიდი ამბოხება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ. იყო ერთი ვერცხლის მჭედელი სახელად დიმიტრი, რომელიც არტემისის ვერცხლის ტაძრებს აკეთებდა და კარგ მოგებას აძლევდა ხელოსნებს. შეკრიბა ისინი და მათი ხელობის ხალხი და უთხრა: კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა. ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში ამ პავლემ თავისი დარწმუნებით ამდენი ხალხი შეაცდინა. ასე ამბობს ადამიანთა ხელით ქმნილნი არ არიანო ღმერთები. ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემისის ტაძარსაც აღარაფერი მნიშვნელობა არ ექნება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანს ასცემს მთელი აზია და ქვეყნიერება. ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ. მორთეს ყვირილი და ამბობდნენ: დიდია ეფესელთა არტემისი. მთელი ქალაქი მღელვარება მოიცვა. შეიპყრეს გაიოზი და არისტარქოს მაკედონელნი. პავლეს თანამგზავრები და ერთსულოვნად გაეშურნენ თეატრონისაკენ. პავლეს სურდა ხალხში გასულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს. ასევე ზოგიერთმა აზიელმა მთავარმა, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნეს და სთხოვეს არ გამოჩენილიყო თეატრონში. ერთნი ერთს გაყვიროდნენ, მეორენი კი სხვას. ვინაიდან კრებული ჭრელი იყო და უმრავლესობამ არ იცოდა რისთვის იყვნენ შეკრებილნი. ხოლო ხალხიდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელიც იუდეველებმა წარადგინეს. ალექსანდრემ ხელით ანიშნა, უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე. როცა შეიტყვეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველამ ერთხმად იკვირა და თითქმის 2 საათს გაგიოდნენ. დიდია ეფესელთა არტემისიო. ქალაქის მწერალმა კი დააწყნარა ხალხი და თქვა: ეფესელო კაცებო, ვინ არ იცის, რომ ქალაქი ეფესო მსახურია დიდი არტემისისა და ცით მოვლენილი ხატისა? და რა კი ეს უცილობელია, თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და წინ დაუხედავად არ უნდა მოიქცეთ.
მოიყვანეთ ეს ხალხი, რომლებიც არც ტაძრის მძარცველები არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელები. თუ დიმიტრისა და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს აქვთ ვინმეზე საჩივარი, აგერ გვაქვს სამსჯავრო შეკრებები და გვყავს პროკონსულები და უჩივლონ ერთმანეთს. ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ კრებაზე გადაწყდება. ვინაიდან ჩვენ საფრთხე გვემუქრება, რომ ახლა დღევანდელი არეულობისათვის ბრალს დაგვდებენ, რაგი არ არსებობს მიზეზი ამ თავყრილობის გამართლება რომ შეგვეძლოს. ეს თქვა და კრება დაითხოვა.